პრეზიდენტად წოდებული მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში არ ვიცი პირველად ჩასული ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ მეორედ მესამედ სიმართლე გითხრათ არ მგონია რომ ბევრჯერ იყოს ნამყოფი რა მნიშვნელობა აქვს ამას საბოლოო ჯამში არც არაფერი პრეზიდენტად წოდებული ბანდიტი მიხეილ ყაველაშვილი ამბობს საზოგადოებას ალბათ ვახშამი აინტერესებს რომელიც გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად გამართა პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი შეხვედრაო, რომ იცოდეთ, არანაირი შეხვედრა არ შედგა, არ მოხდა, არ შეხვედრია ტრამპი ყაველაშვილს, ეს იყო პანელური სახელდახელო არა, ესე 20 წამიანი, 25 წამიანი, 30 წამიანი გადაკვეთა მასპინძელი ტრამპისა და ყაველაშვილისა თუ საერთოდ იყო და აი რას ამბობს პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილი მას განვუცხადე ძალიან საინტერესო ზმნა არის ანუ განუცხადა ხო კი არ უთხრა არამედ განუცხადა რომ დროა სახილით ნიშანი ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს ანუ ნახეთ კადნიერება გაკადნიერდა ყაველაშვილი განუცხადა რომ დროა it's time რაინაზე უთხრა სიმართლე გითხრათ არ ვიცი ფურცლიდან დაიწყოს რაზეც მიპასუხა ანუ ტრამპმა უპასუხა მე ხა ცოტა ირონიულად წარმოვადგენ მაგრამ რეალურად ხალხო ეს არის ჩვენი ეროვნული ტრაგედია ამგვარი პრეზიდენტი რო გყავს და ამგვარ დღეში რო ვართ რაზეც უპასუხა ტრამპმა რომ მიხედავს სამსახურს და დაპირდა ტრამპი ყაველას რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დაუკავშირდება იქით გადმორეკე პრეზიდენტო და დაველოდები მის მასახ კონდა არაერთი სხვა შეხვედრაც და ასე შემდეგ ყაველაშვილის ვიზიტი პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილისა იყო არაფრის მომცემი მან გაეროს გენასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ვერც კი გაბედა რუსეთის ხსენება და ახლა კი ბაქი ბუქობს იმიტომ რომ გადამოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია ბაქი ბუქობს რომ შეხვედრა გამართა ტრამპთან და განუცხადა და დაპირება მიიღო და ის აქეთ გადმოურეკავს აქეთ დაუკავშირდება პრეზიდენტი ტრამპი იმიტომ რომ დროა დაიწყოს ამას ვერ გადავამოწმებთ ერთი კი ძალიან საინტერესოა რომ პრეზიდენტად წოდებულ ყაველაშვილს ბუნებრივი ახლდა პირადი ფოტოგრაფებიც და ძალიან საინტერესოა როგორ ვერც ერთმა პირადმა ფოტოგრაფმა ვერ გადაუღო ფოტოც ამ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელის ჩამორთმების ფოტო რა ვერ გადაუღო ვერც ერთმა პირადმა ფოტოგრაფმა ერთმა თუ მეტმა პრეზიდენტად წოდებულ ყაველაშვილს მაშინ როცა პრეზიდენტი ტრამპი მას ხელს უწვიდა. სხვა ამბავიც უნდა გავიხსენოთ ყაველაშვილთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ სხვა რამეს ეხება ჩვენი ვიდეო ბლოგი, სხვა პირს ეხება, სხვა პერსონას ეხება და ყაველაშვილთან მიმართებაში უნდა ვთქვათ შემდეგიც აქ ბევრი ამბავია, კობახიძე რო შეხვდა ბიზნესმენებიდან, მაგალითად ირაკლი რუხაძემ რო განაცხადა, რომ არანაირი წნეხი, არანაირი სანქცია არ მუშაობს, ეს ის რუხაზეა, რომელიც ცოტა ხნის წინ ვასილ მაღლაფერიძესთან და გიორგი გვიმრაძესთან რამდენიმე თვის წინ ამბობდა, რომ სანქციები რასაკვირველია, სერიოზულია, მაგრამ ახლა ლიბერთი ბანკი რეალურად გაყიდული ბაზის ბანკზე და ეს უკანასკნელი კი მოკლედ ჩინელების შემოსული ამ ბანკში შემოდიან ცდილობს რომ თავი დაიძვრინოს ყველაფრისაგან იმეც თუ დაიტოვებს ეგეც საინტერესოა თუმცა შეიძლება მასაც ჩაეხსნას და ასე გაძრეს ამ ვითარებიდან ის არ ელოდება როგორც თავად ამბობს სანქციებს თუმცა მე მგონია რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე რუხაძეს რეალურად პრორუს საჯარო პირს რომელიც რუსულ პროპაგანდას აწარმოებს საქართველოში და მოუგიდებელ საქართველოში და ცდილობს რომ საქართველო შესტენოს რუსული იღლის სუნიანი იღლის ქვეშ მასაც გარკვეული სანქციები და ეკისრება და ისევ ყაველაშვილს მიუბრუნდეთ რომელიც და გამექცა ამასობაში არ გამექცა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ხალბად ამბობს ჩემო აფხაზო და ოსო ძმებო და დებო ჩვენ კულტურული კოდი არ შეცვლილა ჩვენთვის მრავალფეროვნება არაა პრობლემა არამედ კვლავ არსებობს აუცილებელი ფორმულა ამიტომ საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფთან ამოძმეებს ყოველთვის ღია გულითა და გაშლილი ხელით შეგხვდებით ანუ ღია გულით დააგვირდით ამ ტექსტს ღია გულით და გაშლილი ხელით ხვდებიან ესენი აპირებენ რომ დახვდნენ აფხაზ ძმებს
და აფხაზდებს, როგორც თავად მოიხსენიებენ. ასევე მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ ჩვენ ვართ ღია ნებისმიერი დიალოგისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას, რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი, ოღონდ ულტიმატუმებს მათეული წარმოდგენით უყენებს მათ დასავლეთი, აშანტაჟებს მათ დასავლეთი და აშინებს მათ დასავლეთი და აი ყაველაშვილი იშიშვლებს ხმალს ქარქაშიდან ერეკლე მეორესავით, იმიტომ რომ დაუდგა ოდესმე ძეგლი 100 წლის შემდეგ და ყაველაშვილი ამ ყველაფერს და არა მხოლოდ ყაველაშვილი ამ ყველაფერს ვერ შეეწინააღმდეგება, კი არა, ვერ შეეგუება, არ შეეგუება. აქვე ამავე გამოსვლაში ყაველაშვილმა ყალბად რასაკვირველია საშუალო დონის თამადის მსგავსად გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ აი ქართველი ხალხი აესოდენ ტოლერანტულია, რომ არასოდეს კონფლიქტი და ტყუილია ჩვენში რო დარჩეს, მაგრამ მაინც ეს ხო ვამბობთ, ასე ხო ვაყალბებთ ისტორიას ჩვენ, ვიყალბებთ ისტორიას უფრო ზუსტი რომ იყო და არასოდეს შეეგუება, კი არა, არასოდეს არ მოსვლია ქართველ ხალხს არანაირი კონფლიქტი, ეს ჩვენა ვართ მრავალეთნიკური სახელმწიფო, მრავალკონფესიური სახელმწიფო, ხა ეს სიტყვები არ უხმარია, მაგრამ ამ უშველიებია, მაგრამ ამას გულისხმობს, რომ ებრაელებიც არ უხსენებია, მაგრამ ებრაელებიც ცხოვრობდნენ, მუსლიმებიც ცხოვრობდნენ, აზერბაიჯანელებიც ცხოვრობენ, სომხებიც ცხოვრობენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ესეთი ხელგაშლილი ქვეყანა ვართ და ყველანი ერთმანეთს ვეხუტებით, არა, ეს სიტყვა კვლავ ვიმეორებ. ყაველაშვილს არ წარმოუთქვამს, ამგვარად არ წარმოუთქვამს, მაგრამ სოფლიოს წინაშე თავმომწონებდა იმით, რომ ჩვენ ვართ შემწყნარებელი და ჩვენ ვართ ტოლერანტი ხალხი და ტოლერანტი ერი, მაგრამ მე სიმართლე გითხრათ ყოველთვის ყველა ხელისუფლების დროს და ამ ხელისუფლების პირობებში მით უმეტეს ფიცი მწამდა, ყაველაშვილის არც ფიცი მწამს, გულახდილად გეტყვით და ბოლო კი მაკვირვებდა. ბოლო კი არის ამგვარი, რომ ჩვენ ბოლოკი, ანუ რეალობა არის ამგვარი, რომ ჩვენ ქართული ოცნების პოლიტიკის, ღია თუ ფარული პოლიტიკის გამოისობით და წყალობით სულაც არ ვართ, ან აღარ ვართ, ან ისევ არ ვართ, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, შემწყნარებელი ერი ჩვენთან, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების უფლებები და ეთნიკური უმრავლესობის უფლებაც კი, ხო, ილახება. და ადამიანის უფლებები საერთოდ არის ფეხქვეშ გათელილი, ეს ყველამ ვიცით, ამიტომ ნებისმიერი რამ, რასაც რომელიმე რესტორანში წარმოთქვამ და რომელიმე ცუდი ან საშუალო დონის თამადა ქართული ოცნებიდან, ის როცა წარმოითქმება, რესტორანს არ აუშავს, წარმოითქმება გაეროს, გაერთიანებულების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ უნდა შევაფასოთ სიყალბეთ და კიდევ ერთხელ უნდა შევაფასოთ არაფრის მთქმელ, არაფრის მომცემ აზრად თუ სიტყვებად. სხვათა შორის, აი დაემთხვა თითქოს და ესეთი რომ შემწყნარებლები არ არიან და პირიქით მოფაშისტოები არიან თუ ფაშისტები არა საერთოდ, ამის მადასტურებელი არის ქართული ოცნების იდეოლოგის ზაზა შათირიშვილის აი ახლახან გამოქვეყნებული ინტერვიუ, რომელიც აჯარო გახდა, ინტერვიუერი არის ჯაპანა, მისი სახელი მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ეს კაცი რადიო სტუდიაში ამდენადაც ხვდები, ისინი სხედან და ფილოსოფოსი, რომელიც აგიჟებს ივანიშვილს და ივანიშვილი აქეთ აგიჟებს შათირიშვილს. ხო, ეს კაცი, რომელიც დუგინის ერთგვარი კარიკატურა, იმიტომ რომ დუგინიც აგიჟებს პუტინს და პუტინიც იქით აგიჟებს დუგინს. ხო, ჟირინოვსკი ცოცხალი არ არის და ამიტომ არ დავადარებ და არ შევადარებ მაინც და მაინც, მაგრამ ჟირინოვსკიც ხომ პრინციპში ახმიანებდა იმას, რასაც უკვე შემდგომ თუ ელცინი და თუ განსაკუთრებით პუტინი აკეთებდა. ხო, იდეოლოგები სალავიოვი, კისილიოვის, კაბეევა და ასე შემდეგ, მარგარიტა სიმონიანი, რომელიც ცუდად ყოფილა და ჯანდაბამდე გზა ჰქონია. ისინი ხომ ახმიანებენ პუტინს, მაგრამ ამავდროულად აი რაღაცებს ამბობენ, ისეც რომელსაც რასაც მერე აღასრულებს ხოლმე რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლება, კონკრეტულად პრეზიდენტი შლეგი ვლადიმირ პუტინი, ხო? აი ეხლა საქართველოსი რომ გადმოვიტანოთ, აქ ესეთი პირი, აი დუგინისებრი, ხო, დუგინის წყალი რომ გადასხმია, ხო, ასეთი პირი ჩვენ ბევრი არ აქვს, კი ივანიშვილს ყავს, კარის იდეოლოგები, კარის ფილოსოფოსები თუ შეიძლება ასე ითქვას, არა, ფილოსოფოსები მით უმეტეს არ ყავს. მოკლედ, კარის იდეოლოგები, კარის ექსპერტები, კარის ჟურნალისტები, კარის მომხრეები, კარის ლაქიები, აბა ლაქია სხვა
კარისა რო არ იყოს სხვა არისი უნდა იყოს და ერთ-ერთი არის ზაზა შათირიშვილი რომელიც აგიჟებს ივანიშვილს და ივანიშვილიც აკითხარით მას აგიჟებს ხო და ჯაპანასთან ინტერვიუში ამ ყოვლად უვიცმა ფილოსოფოსმა რომელიც საკუთარ ბოდვებზე ამყარებს საკუთარ ფილოსოფიურ მოძღვრებებს არა სხვათა ფილოსოფიურ მოძღვრებებს ხო და ისიც ყალბად ისიც არასწორად საუბრობს უმრავლეს შემთხვევაში ანუ ცოდნა აქვს მაგრამ მე შეამკობს ხოლმე სხვადასხვა ინტერპრეტაციებით ვარიაციებით გვთავაზობს ამა თუ იმ ფილოსოფოსის ნააზრებს და რასაკვირველია უმრავლეს შემთხვევაში ფილოსოფიაზე არც ლაპარაკობს და ლაპარაკობს რაღაც შეთქმულებით თეორიებზე აი ამ კაცმა რომელიც ბიზინა ივანიშვილს აბასთუმანში ხშირად სტუმრობს ხოლმე და იკეტებიან საათობით და ბიზინას აღფრთოვანებული უყურებს ეს რა მაგარი წვერიანი ფილოსოფოსი გვყავსო ამ კაცმა გაახმიანა პრინციპში ის რაც ბიზინა ივანიშვილს ჩაფიქრებული აქვს მაგრამ ისევ დაუბრუნდები ყაველაშვილი ამბობს რომ ჩვენ ვართ ტოლერანტი საზოგადოება ჩვენ ყველას ვიხუტებთ აფხაზ და ოს ძმებს ხელგაშლილები და გულგაშლილები ველოდებით რომ ამ ქვეყანაში არის მრავალკონფესიურობა და ამ მრავალკონფესიებს შორის არასოდეს არ მომხდარა კონფლიქტი რომ არ არის ერთი ჯგუფი მეორეზე უპირატესი და აი ამ სადღეგრძელოს წარმოთქვამს იაფასიან რესტორანში რომ წარმოთქვამდა რომელიმე ცუდი თამა და იმგვარ ან საშუალო ხარისხის თამა და იმგვარ სადღეგრძელოს წარმოთქვამს თლად გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ეს არ უნდა დაგავიწყდეს მაგრამ შათირიშვილი მისგან განსხვავებულ მიდგომას საკითხებისადმი გვთავაზობს და თუ დაუწიოთ ხმას თქვენის ნებართვით და ამბობს შემდეგ რამეს. როდესაც შენ დაკარგი იმედი ყველაფრის უნდა წახვიდე ემიგრაციაში ხო? და მე თუ გავა რაღაცა ხანი მე როგორც სამომზორავიშვილი დაბრუნდი. ეხლა მე ბაიჭი ვაბანზე ხო არა ბაიჭი ვაბანზე არიან დასულები. არა ისე გეუბნები ხა მე არა მაქვს შემიძლია გავიგო რამდენი იანიდან მოყოლებული რამდენი გავიდა საქართველოსთან და შეიძლება გამოთვლა მაგრამ ჩემს გარშემო რაც ხდება აი სამეზო აი აშკარად ზუნდ ძალიან ბევრი არის უკვე წასულია იანდა ბებმა დაკარგა იმედი და ძალიან კარგი იქნება თუ ეს ხალხი წავა საერთოდან ანუ უყურეთ ბევრმა მის სამეზობლოში ვენდოთ ერთს ფილოსოფოსად წოდებულ ზაზა შათირიშვილს მის სამეზობლოში ბევრი წავიდა მას არ დაუთვლია მაგრამ ამის გამოთვლა შეუძლია ამ სტატისტიკის მოპოვება შეუძლია საერთოდ ქვეყნიდან რამდენია წასული და ძალიან კარგია ეს რომ ასე მოხდა და საერთოდ თუ წავლენ ადამიანები და ზაზა შათირიშვილებს და ბიზინა ივანიშვილებს შალვა პაპუაშვილებს და ირაკლი კობახიძეებს მამუკა მდინარაძეებს და ჯაპანებს და სხვებს ყაველაშვილებს და სხვებს დაუტოვებენ ამ ქვეყანას და პრობლემებს არ შეუქმნიან ეს არის მათი ქართული ოცნება აკი ამას ვლაპარაკობდით ჩვენ ყოველთვის მაგრამ ეს როგორც გითხარით ეწინააღმდეგება ყაველაშვილის წარმოთქმულ სადღეგრძელოს რომელშიც ყველას ვიხუტებთ იხუტებს საქართველოს ანუ საქართველოს ვინც წარმოადგენს ახლა დე ფაქტო ხელისუფლება ძალაუფლების კვერთხის მფლობელი ხელისუფლება ივანიშვილის ბანდის ხელისუფლება რეჟიმი ეს ყაველაშვილი ერთს ამბობს და იდეოლოგი ამბობს მეორეს იდეოლოგი საერთოდ თურმე ცდილობს რომ გაგვაგდოს ცდილობს კი არა ამ ნარატივს ან ვითარებს ამ მოსაზრებას ან ვითარებს რომ წადით ნუ გვიქმნით პრობლემებს ჩვენ ადამიანებს რომლებიც აქ ჩვენ ვაკეთებთ რუსეთს საქართველოსგან ვაკეთებთ მინი მოდელს რუსეთისა საქართველოს გარდავქმნით გრუზიად. ეხლა ეს არ არის ერთადერთი იდეოლოგი არ არის ბიზინა ივანიშვილისა რომელიც ამას ამბობს. მე ველოდები ველი რომ უკვე შემდგომ სხვების განავითარებენ რომ წადით გაეთრიეთ აქედან ამას გვეტყვიან. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ნარატივი რომლის დამკვიდრებასაც ისინი ცდილობენ თუ პირდაპირ და თუ ირიბად. ისინი ცდილობენ რომ საზოგადოების ერთი ნაწილი მართლაც გააგდონ როგორც ჩათილიშვილის მეზობლები წასულან იმედი დაუკარგავთ რა და არა მხოლოდ ჩათილიშვილის მეზობლები არამედ მართლაც ბევრია წასული სწორედ იმიტომ რომ ამ ქვეყნისაგან არანაირი პერსპექტივას ამ ქვეყანაში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავენ ეს ერთი მეორე ნაწილი რასაკვირველია ივანიშვილმა უნდა დააფრთხოს და სამზარეულოებში უნდა შეხუჟოს და ისიც 500 ლარიანი ყოველთვიური
ხარჯის გარდა მეტის დახარჯვის უფლება არ უნდა მისცეს 500 ლარზე მეტის დახარჯვის უფლება არ უნდა მისცეს ეს მეორე ნაწილი მესამე ნაწილი უნდა გააკონფორმისტოს იმიტომ რომ კომპრომისზე წასვლა ერთია თუნდაც ამ ბანდა ხელისუფლებასთან მაგრამ როდესაც ეგზისტენციური სერიოზული საკითხები გიდგას მართლა კუჭი გაქვს ცარიელი ცუდად გამომდის შესაძლოა მაგრამ შენი შვილი არის შიმშილის პირას შეიძლება კონფორმიზმზე წავიდეს გარკვეული ნაწილი საზოგადოებისა ან წავიდეს ემიგრაციაში იქიძინოს რკინიგზის სადგურში 18 დღის განმავლობაში არასრულწლოვან შვილთან ერთად და იქნება მე-19 დღის მეორე ნახევარში იპოვოს რაღაცა ერთჯერადი სამსახური რომ 45 евро გადაუხადონ ესეც ფაქტია და გაიხაროს თუ გაუხანგრძლივებენ ამ აგურების გადატანას სადმე კი არ არის სათაკილო მაგრამ უბრალოდ ხსნი როგორი ტიპის საქართველოს და ქართულ საზოგადოებას გვთავაზობს ბიზნა ივანიშვილი რომელსაც თავის დროზე ნათქვამი აქვს არ მახსოვს ვისთან მაგრამ ასაკვირველი ერთ-ერთ იდეოლოგთან ისიც ჟურნალისტ იდეოლოგთან ინტერვიუში თუ არ ვცდები ლალიაშვილთან რომელიც ახლა რომელიღაც სახელმწიფოში არის ელჩი არ მეშლება ლალიაშვილთან თუ არ ვცდები და შესაძლოა სხვასთან 800 ყდებიან კედელს ეს კედელი მაინც არ გაიბზარება მათ კი თავი გაუტყდებათო გაგიჟებული ვარ რატომ არის ესეთი წინააღმდეგობაო ცხადია პერიფრას ვაკეთებ ბიზნა ივანიშვილის მაშინდელი მოსაზრებისა ანუ ერთი ნაწილი უნდა წავიდეს მცირე თუნდაც ან გარკვეული ნაწილი მეორე გააკონფორმისტდეს მესამე უნდა შეეგუოს მე გაკონფორმისტდეს ანუ შეეგუოს მეოთხე სამზარეულოში უნდა შეიყუჟოს და სამზარეულოებში და დაიღალოს მოიღუნოს აპათია დაემართოს უიმედოდ იყოს რომელიღაც ნაწილი რასაკვირველია უფრო მცირე ერთის მხრივ მაგრამ მეორის მხრივ უფრო ბრგე ნაწილი რასაკვირველია უნდა იყოს საპატიმროში გამოკეტილი 1 წლით 4 წლით 7 წლით არ ვიცი 10 წლით 12 წლით ვიდრე ივანიშვილი არის და ვიდრე ივანიშვილი ამზადებს საკუთარ მემკვიდრეს საკუთარი მემკვიდრე მისი მემკვიდრე ივანიშვილისეული გაგებით რასაკვირველი არ იქნებიან ის ადამიანები არც ერთი ის ადამიანი არ იქნება ვინც ახლა პოლიტიკურ ასპარეზზეა მე მთელი პასუხისგებლობით ავამბობ ამას ის ირაკლი კოვახიძეს მიუხედავად იმისა რომ ეს უკანასკნელი არის რასაკვირველია მონა და მორჩილი მისი ალბათ ყველაზე ერთგული გოშია ის მაინც არ ენდობა იმიტომ რომ ღმერთმა უწყის ირაკლი კოვახიძე როდის გადაუხვევს როდის გაგიჟდება როგორც არაერთი გაგიჟებულა ამიტომ კოვახიძეზე ყველა ფსონი დადებულია მაგრამ თლად ყველას ფსონი დადებული არ არის მემკვიდრეობით კუთხით არ არის ყველა ფსონი დადებული და ბიზნა ივანიშვილი რასაკვირველია ფიქრობს რომ ვიდრე შესწევს უნარი მართოს ასე ქვეყანა ასე კულისებიდან ხომ მართავს მაგრამ უკვე შემდგომ თუ ოფიციალურ ანუ ფორმალურ პრემიერ-მინისტრად ან კულისებიდან ასევე მმართველად დანიშნავს მის რომელიმე ვაჟს 3-დან 1-ს წამოზრდილ ცოტნეს იმ მომენტისთვის იმ პერიოდისთვის გადაზრდილ ბერას იმ მომენტისთვის იმ პერიოდისთვის ან უტას რომელიც არც გვენახება ხშირ შემთხვევაში და იაპონიაში ყიდულობს არაერთხელ იყიდა თლად გულახდილებით თუ ვიქნებით მისთვის უშუალოდ საკუთრებაში ბინა თუ სახლი თუ სასახლე ნუ ალბათ მაინც სახლი თუ ბინა ასე უნდა ვთქვა დიახ უტა უნდა იყოს ან ბერა უნდა იყოს ან ცოტნე უნდა იყოს რომელიღაც ეტაპზე საპატიო თავმჯდომარე ქართული ოცნებისა რომელიც 20-30-მდე კი არა 20-40-მდე 20-45-მდე 20-50-მდე აპირებს დარჩეს ხელისუფლებაში და აბსოლუტურად გაანადგუროს ჩვენი ქვეყანა გასაქცევი უნდა გაიქცეს აი ტაბლიაშვილი არა ტაბლიაშვილზე არ არის ლაპარაკი პერსონალურად საკუთარ თავზე კი არ ლაპარაკობ მაგრამ ყველა ვინც პროტესტში მონაწილეობდა და ვინც უიმედოდ იქნება 4 ოქტომბრის შემდეგ იქნება თუ 8 მარტის შემდეგ ის უნდა წაეთრეს ჩათილიშვილისეული ანუ ივანიშვილისეული მოსაზრებით ვინ ვის აგიჟებს ღმერთმა უწყის ხოლო ყაველაშვილი პარალელურად წელიწადში ერთხელ უნდა გამოდიოდეს გაეროსგენ ანსამბლეაზე და ამბობდეს რომ იცით რა ჩვენ ტოლერანტიერი ვართ ჩვენ შემწყნარებელიერი ვართ ჩვენთან აგე მრავალკონფესიური
საზოგადოება და ერთს მეორე უყვარს, ერთ ინდივიდს მეორე უყვარს და ხელგაშლილები თუ გულგაშლილები ველოდებით ჩვენს სიახში აფხაზებსა და ოსებს, რომლებიც ბუნებრივია არც დაბრუნდებიან, იმიტომ რომ შესანიშნავად ხვდებიან სულ რომ უნდოდეთ, მაინც არ დაბრუნდებიან და ვერ დაბრუნდებიან, არა მარტო იმიტომ რომ რუსეთის აჩრდილი ადგას აფხაზეთს და ბიჭვინთიდან ვიდრე გალამდე გადმოხურებს უკლებლივ ყველას აფხაზეთში მაცხოვრებელს, აფხაზებს, სომხებს, ქართველებს, სხვებს და არ უშვებს საქართველოსკენ, ან გურ გამოღმა საქართველოსკენ, არამედ იმიტომაც რომ ისინი თავადაც ხვდებიან რომ აქ კატასტროფა ხდება, რაც არ უნდა თავმომწონებით იყოს დაკავებული პრემიერად წოდებული ირაკლი კობახიძე, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. არანაირი 9%-იანი ეკონომიკური ზრდა არ გვაქვს. ეს არის საბოლოო ჯამში რიცხვები, რომლებიც არც აისახება ეკონომიკაზე, არა, უფრო ზუსტი რომ ვიყო, არა ისახება საზოგადოების ყოფაზე და ეს უფსკრული გეპი საზოგადოების მაღალ ფენას, ელიტურ ფენასა და დაბალ ფენას შორის რასაკვირველია უფრო ღრმავდება და ღრმავდება. ოღონდ აქ ერთი ამბავიც არის ირაკლი კობახიძე იმისთვის რომ მას მუდმივად ხავდეს მოჭიმული ცალკეული ისპირები, რომლებიც შრომით ბაზარზე დამსაქმებლები არიან და დასაქმებული ხავთ, რა ვიცი, ბევრი ადამიანი ერთმა უწყის ჯამში რამდენი, ერთ კომპანიაში, 2-ში, 3-ში, მათ მფლობელობაში და ჯამში ამ კერძო მსხვილ ბიზნესს რასაკვირველია, ბევრი მოქალაქე ყავს დასაქმებული. დღეს ირაკლი კობახიძე ხვდება ბიზნესმენებად წოდებულებს უმრავლეს შემთხვევაში, თუმცა ბიზნესმენებსაც ასე არ გამომივიდეს, რომლებიცაც სხვა პოზიცია რომ ჰქონდეთ, ვინც ის და საქართველოს შეიძლება იყოს ბევრად უკეთეს მდგომარეობაში, თამამები რო იყვნენ და შესანიშნავად რო ხდებოდნენ, ბიზნეს ივანიშვილი რა მძიმე მდგომარეობაში აგდებს მათ და მათი ქშვილების ქვეყანას და ესენი დაკავებულები ამ კონფორმისტულ კომპრომისული პოლიტიკით დამალობანას თამაში დაფრთხალნი და დაშინებულნი დამალობანას თამაშობენ, რაც სწორი სიტყვაა, ხო? ემალებიან ქართულ საზოგადოებას, რასაკვირველია მეორე მხრივ. ესენი ამბობენ ბიზნესის მიმართ სამინისტროს მიდგომა უკაცრავად, ეს სხვისი კომენტარია. აი ნახეთ რას ამბობს ასე მაგალითად კობახიძე ჯერ პირველ ყოვლისა ბიზნეს როგორც ხელისუფლებისთვის ბიზნესთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს სიმშვიდეს და პოლიტიკურ სტაბილურობას. კობახიძე ამბობს ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი და მაქსიმუმს გავაკეთებთ რომ თქვენ გქონდეთ სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური, რომელი პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოა სტაბილური. ყოველდღიურად იკედება რუსთაველის გამზირზე და ადამიანის უფლებები ირღვევა ყოველდღიურად. როგორც შეიძლება პოლიტიკური და სტაბილურობა იყოს იმ სივრცეში, რომელშიც თავისუფლება არ არის და იმ სივრცეში, რომელშიც ერთი იდეოლოგი საზოგადოების ერთ ნაწილს მოუწოდებს ქვეყნის დატოვებისაკენ. ბიზნესისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ სტაბილურობას, ისევ და ისევ ყალბი სიტყვები, ასე შემდეგ და ერთ-ერთი როდესაც აქ არ არის, მე მგონი სხვაგან არის, ეგ უნდა ვნახო, ბოდიში ფორმულაზე უფრო იყო ეს გავრცელებული, ხო, აი მაგალითად ეს არის ავერსის დამფუძნებელი პაატა კურძანიძე, მიიჩნევს რომ ნებისმიერი მოქალაქის დასანქცირება ცუდი იქნება, მაგრამ ივანიშვილის დასანქცირება არ მოხდება. რატომ არ მოხდება ბატონო პაატა? აი მე გეკითხებით ავერსის ხელმძღვანელს, ავერსის დამფუძნებელს, გვარიანად შებერებულ ხართ, კარგახანი არ მინახიათ, გვინახავს თქვენი კადრი, ხო? გეკითხებით რატო არ უნდა მოხდეს ივანიშვილის დასანქცირება? ივანიშვილი ეს ის კაცი არ არის, რომელმაც თქვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო? თქვენი ოჯახის ქვეყანა, თქვენი ახლობლების ქვეყანა და ჩვენი საერთო ქვეყანა. თათრიშვილს აღარ მიუბრუნდები, ეს კი არის ბატონი თემურ კოხოძე, რომელიც პარაგრაფში თეგეტას ჰოლდინგის დამფუძნებელი, რომელიც არც ელის ისიც დამფრთხალია, მაინც და მაინც კი არ ვერჩიან ავერსის ხელმძღვანელს ან ბატონ კოხოძეს მით უმეტეს, მაგრამ ეთყობათ რომ დამფრთხალია ერთიც და მეორეც და რა თქმა უნდა ირაკლი რუხაძე, რომელსაც თავი ქუდში აქვს, იმიტომ რომ ლიბერტი ბანკი პრაქტიკულად გაიყიდა ბაზის ბანკზე და აი ჩინელები შემოსულნი არიან ამ ბიზნესში და თვითონ უკაცრავად მისთვის და დათესვას ლამობს. დიახ, რუხაძე ითესება, შათირიშვილი გვაბოლებს, ივანიშვილი 6.6 მილიარდიან ინვესტიციას ელოდება, თუმცა ეს რასაკვირველია ბლეფია და ასე შემდეგ და ამასობაში ქართველი ხალხი არის უმძიმეს მდგომარეობაში. ეს ასე ვასრულებ მე პრინციპში ჩემს ვიდეო ბლოგს და რა ვიცი რა გითხრათ ჩემო კარგებო, მინდა გითხრათ რომ ესენი ერთმანეთსაც ჭამენ, როგორ შეიძლება ბიზნესი იყოს თავისუფალი, როცა ესოდერ სერიოზული კორუფცია ამ ქვეყანაში და როდესაც ადამიანები
რომელთა გვარსახელებით ჩვენ არ ვიცოდით, აი ხლა ახალი გვარები ჩნდება ამ შემთხვევაში დილუაშვილის გარემოცვიდან, ხო? ისინი თურმე ყლებდნენ და ყლებდნენ ამ ქვეყანას და კიდე რამდენია გამოსაძიებელი, ოღონდ ობიექტური გამოძიების პირობებში, როცა ჰორიზონტალური იქნება, სამართლიანი იქნება გამოძიება და მათ შორის ბანდიტი ირაკლი კობახიძის ბანდიტურ ჯგუფებს მიადგება საზოგადოება და ეს აუცილებლად მოხდება, ხოლო ზაზა შათირიშვილს გაეცემა ღირსეული პასუხი უკვე სამომავლოდ და ვინ დატოვებს საქართველოს, ამას ვნახავთ პირველ ყოვლისა შათირიშვილი და სხვები. ივანიშვილის ფრთებქვეშ მოქცეული one way tickets აიღებენ ოღონდ მოსკოვისკენ და ჩვენ გაგვეცლებიან.